დედამიწაზე უამრავი არსებაა, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელ საფრთხედ გადაიქცეს. ზოგი პატარაა, ზოგი ლამაზია, ზოგი კი უსაფრთხოდ გამოიყურება, მაგრამ ყველა მათგანი საშიშია. ამ ვიდეოში ნახავთ ცხოველებს, რომლებთანაც ერთი შეხება ან ნაბიჯიც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ყურადღებით უყურებ ვიდეოს, რათა მზად იყო ბუნებაში არსებულ საფრთხეებს თავი აარიდო. დავიწყოთ. თმიანი მუხლუხო. ეს მუხლუხო ერთი შეხედვით თითქოს რბილი და უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიშია. მას თმებში მიკროშხამიანი ეკლები აქვს, რომლებიც ცეცხლივით წვავს კანს და აუტანელ ტკივილს იწვევს. თუ გაგკაცრა, ფრთხილად დაიბანი ადგილის საბნით და წყლით. ნუ დააწვევი ძლიერად, თორემ შხამი უფრო სწრაფად გავრცელდება. დაიდე ყინულით და თუ 30 წუთზე მეტ ხანს არ შეგიმსუბუქდა ტკივილი, აუცილებლად მიმართა ექიმს. ეს მორიელი წვითელია, პატარა და მომაკვდინებელი. წლიურად მორიელებს შორის ყველაზე მეტ ადამიანს ეს მორიელი კლავს. კბენის შემდეგ მოზრდილებს საშინელი ტკივილი აქვთ. ბავშვები კი კომაში ვარდებიან და იღუპებიან, რადგან ფილტვების სითხით ევსებათ. და როცა მორიელი მშიერია, თავისი ანსაც უპრობლემოდ ჭამს. აგრესიით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ შემთხვევით ფეხი დაადგი, შანს ნამდვილად არ გაუშვებს ხელიდან. მას სიკვდილის მდევარს უწოდებენ. ლურჯრგოლიანი რვაფეხა პატარაა და სხეულზე ნათელი ლურჯი რგოლები აქვს. მისი შხამი ადამიანს პარალიზებას უკეთებს წუთებში. შხამის საწინააღმდეგო წამალი ჯერ არ არსებობს. მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის იმედად არის ადამიანი, მანამ სანამ შხამის მოქმედება არ გაივლის. ქვის თევზი. დააბეჭე და ფეხსაც დაკარგავ. ქვის თევზი ისეა შენიღბული, რომ ქვას გავს. მას აქვს შხამიანი ეკლები, რომლებმაც შეიძლება ფეხის დაკარგვამდე მეგიყვანოს. მისი რეაქციის დრო 0.15 წამია და ამ დროში შხამს უშვებს, რომელიც ქსოვილის ყდომას იწვევს. ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო, როცა ოკეანეში დადიხარ. შხამიანი ბაყაყი მომაკვდინებელი კანით. მისი კაშკაშა და ლამაზი ფერები ერთგვარი ბუნების გაფრთხილებაა. ბაყაყის კანი გამოყოფს შხამს, რომელიც 10 მოზრდილი ადამიანის მოსაკლავად საკმარისია. ძველი ტომები ამ შხამს ისრების წვერზე უსვამდნენ. დათქვი მისი სილამაზით, მაგრამ შორიდან. ხალიჩის გველგესლას შხამი სისხლს შედედების საშუალებას არ აძლევს. მსხვერპლი ნელ-ნელა, როგორც შიდა, ისე გარეთა სისხლდენით კვდება. ეს გველი ყველაზე მეტ ადამიანს კლავს წელიწადში. ამის გამო ის ყველაზე საშიშ გველად ითვლება დედამიწაზე. კონუსისებრი ლოკოკინა. ეს ლამაზი ნიჟარა მომაკვდინებელ არსებას მალავს. მისი შხამის ერთი წვეთი 20 ადამიანის სიცოცხლის დასამთავრებლად საკმარისია. მას სიგარეტის ლოკოკინასაც ეძახიან, რადგან კონტაქტის შემდეგ მხოლოდ ერთი ღერის მოწევის დრო გრჩება. წამალი არ არსებობს. ბრაზილიური მოხეტიალეობობა. ჯუჯუხეთური სტუმარი. ეს ობობა ქსელს არ ქსოვს. ის სახლებში, მანქანებში და ფეხსაცმელებში იბარება. მისი შხამი ძლიერ ტკივილს, პარალიზებას და სხვა საშინელებებს იწვევს. იგი ყველაზე შხამიან ობობად ითვლება დედამიწაზე. აფრიკული თაფლის ფუტკარი. ეს ფუტკარი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგია და ჩვეულებრივ ფუტკრებზე ბევრად უფრო აგრესიულები არიან. ისინი მსხვერპლს კილომეტრობით მისდევენ. რამდენიმე ნესტარი მტკივნეულია, მაგრამ მათი გუნდი მომაკვდინებელი. შავი მამბა. სწრაფი, აგრესიული და მომაკვდინებელი. შავი მამბა 30-დან 50 წუთში კლავს. თუ ანტიდოტი დროზე არ იქნა მიღებული. სხვა გველებისგან განსხვავებით, ის შესაძლოა მიზეზის გარეშე დაგესხას თავს. ცეცებუზი, ანუ პატარა სისხლის მსმელი. მთავარი საფრთხე მისი ნაკბენი არ არის. მთავარია ის, რასაც მისი ნაკბენი აკეთებს. ცეცებუზი ავრცელებს აფრიკულ მძინარ სნეულებას, რომელიც ყოველწლიურად ასობით 1000 ადამიანს კლავს. კატის კბილა მუხლუხო. მისი რბილი და ბუსუსიანი გარეგნობა მალავს პატარა შხამიან ეშვებს, რომელიც ძლიერ წვას, ტკივილს, შეშუპებასა და გულისრევას იწვევს. ეს მუხლუხო კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ უნდა შეეხო ველურ ბუნებაში ბუსუსებიან არსებებს. ირუკანჯი მედუზა. მედუზა, რომელსაც ვერასდროს შეამჩნევ. ეს მედუზა ისეთი პატარაა, როგორიც ადამიანის მჩხილი და ისეთივე მომაკვდინებელი, როგორც ყუთის მედუზა. მისი ნაკბენი იწვევს ირუკანჯის სინდრომს, აუტანელ ტკივილს, ღებინებასა და სასოწარკვეთას. ისე ძლიერს, რომ დაზარალებულები სიკვდილსაც კი ითხოვენ. ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის არის, რომ მისი ნაკბენის დანახვა შეუძლებელია. ყვავილის სხარბი.
ლამაზი მკვლელი. იგი გამოიყურება როგორც ნაზი ზღვის ყვავილი. თუმცა მისი წვეტები შხამს უშვებს, იწვევს პარალიზს და ძლიერ ტკივილს. ყვინთავებს ხშირად ის ჩვეულებრივ ზღვის მცენარეებში ეშლებათ ხოლმე, რაც ხშირად სასიკვდილოდ თავდება. ბულდოგი ჭიანჭველა. ავსტრალიის მკვიდრი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აგრესიული ჭიანჭველაა მსოფლიოში. მისი ნაკმენი წვის განცდას და ტკივილს იწვევს და შესაძლოა ფატალური ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თავს ესხმის გაუფრთხილებლად და უკან მისდევს მსხვერპლს, თუ მის სახში შეიჭრა. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დაალაიქე და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. მომავალ ვიდეომდე.